და გამოხდა ხანი. სალამი, ვინც დაინტერესებული ხართ ხის სახლის მშენებლობით და ვინც თვალს ადევნებთ ჩემს YouTube vlogs. გრძელდება ეს პროცესი. ჩემს უკან ხედავთ წამომართულ კონსტრუქციას. ერთი ცუდი ამბავი დამემართა ფაილების გადატანისას კომპიუტერში. გადავწერე კამერიდან ახალი გადაღებული ფაილები ძველზე, რომელშიც იყო მთელი ეს პროცესი. კარკასის წამომართვა, კედლების აღმართვა, ვეცდები რომ ის ფოტოები გადავადო ახლა საუბარს, რომელიც იმ დროს მქონდა გადაღებული, სამწუხაროდ time-lapse-ები აღარ მაქვს, ვერ აღვადგინე და აქვე თუ კი ვინმე მიცით, ცოტა ისეთი მუშა და სანდო პროგრამა, რომელიც დამეხმარება მეხსიერების ბარათიდან წაშლილი ფაილების აღდგენაში შეგიძლიათ მირჩიოთ და შემდეგ სერიაში მაინც დავდებ ამ ყველაფერს. პირველ რიგში მოგეხსენებათ მეტალის ბოძებზე, რომელიც უკვე ჩაბეტონებულია, უნდა შეიკრას ხის დესკი, მყარი კონსტრუქცია. ამ შემთხვევაში გადავწყვიტე რომ სამი ფიცარი შემეერთებინა ერთმანეთთან და სამი ფიცრისგან შემდგარი ეგრეთ წოდებული კოჭები უკვე შემეერთებინა ერთმანეთთან. ამ დესკზე კი შემდეგ უნდა გაიმართოს როგორც იატაკის, ასევე კედლების კონსტრუქციები. თავიდანვე იქნება კარგი რომ დაამუშავოთ მასალა სხვადასხვა ასე ვთქვათ გარემო პირობებზე, ეს იქნება კლიმატური პირობები თუ წერები და მავნებლები. შემდეგ ეწყობა ეგრეთ წოდებული ბატუტი, აი დაახლოებით ისეთი როგორიც საწოლებს აქვს მატრასის ქვემოთ, შედარებით ხელ ფიცრებზე უნდა გადაიჭიმოს დიფუზიური მემბრანა, იმისთვის რომ უკვე ზემოდან იატაკის კონსტრუქციის აწყობის შემდეგ აქ ჩალაგდება ქვაბამბა თუ სხვა თბოიზოლაციის საშუალებები. რაც შეეხება კონსტრუქციის აწყობას, ამისთვის გამოყენებულ ინსტრუმენტებს მე ვიყენებ მაგალითად აი ამ რიობის პნევმოჩაქუჩს 21 გრადუსზე დახრილს, რომელშიც ტენი დაახლოებით 6 სანტიმეტრიან, 6 სანტიმეტრ ნახევარი, 6 სანტიმეტრამდე ლურსმას, აი ასე გამოიყურება. ძალიან წვრილი პლასტმასებით არის დამაგრებული. ეს ლურსმები აქ არ ვიცი, სად იყიდება. გამოვიწერე ისევე როგორც ეს ჩაქუჩი ამერიკიდან და ძალიან სწრაფად მუშაობთ დროში. აი ასე მაგალითად ძლიერად ურტყავს, იტენება, კიდე ურტყავს და ჩაჩაქუჩების ნაცვლად რამდენიმე წამში აკეთებს საქმეს. რიობისვე მაქვს ასევე აი ეს ძალიან მოსახერხებელი ხელის ხერხი ცირკულარული, რაც გეხმარებათ იმისთვის, რომ თავისუფლად იმუშაოთ სიმაღლეებზე, ყოველგვარი გადაძაბვის გარეშე არ არის მძიმე და ასევე არ აქვს სადენი, რომელიც შეიძლება გაიხლართოს რაღაცებში და ასევე დენის წყარო თუ არ არსებობს იმ კონკრეტულ წერტილში, სადაც იწყებთ ჯერ მშენებლობას, ამისთვისაც ძალიან კომფორტულია და ამ ორივე ისევე როგორც დრელებს ამუშავებს ერთ და იგივე ელემენტი, PowerShare ტექნოლოგია, დღესდღეობით ბევრ ბრენდს აქვს იგივე. კონსტრუქციაზე შესაძლოა გავლენას ახდენდეს სხვადასხვა ძალები დაწოლის მაგალითად ზემოდან და შესაძლოა რომ მცირე რხევა ჰქონდეს და ეს არ უნდა აისახებოდეს ჩვენს სახლზე და ფანჯრებსა თუ კარზე, ან მომავალში არ უნდა შექმნას რაიმე პრობლემა, არ უნდა გაიჭედოს, ან საერთოდაც არ უნდა გაიბზაროს რაიმე, ამიტომ როგორც ხედავთ თავებზე ჩარჩოსი არის ესე პირიქით ფეხზე დაყენებული რამდენიმე ფიცარი, რომელიც ესე უფრო ძლიერად მუშაობს, მოგეხსენებათ და ამით არის ჩარჩოს თავი
შეკრული იმისთვის, რომ დაძაბულობის შემთხვევაში თავის თავზე აიღოს ზეწოლა და არ ასე ვთქვათ, ზეგავლენა არ მოახდინოს კარზე თუ ფანჯარაზე. რაც შეეხება სახურავს, სახურავის პროცესები საბედნიეროდ გადაღებულია და ეს შეგვიძლია დაწვრილებით გავიაროთ. მოკლედ ჩვენი ხის სახლის 4-ვე კედლის კარკასი უკვე გამზადებულია. ეს არის წინა ფასადი, სადაც 2 დიდი ვიტრაჟი უნდა ჩადგეს და გვერდით ექნება ამოსასვლელთან კარი, ხოლო წინ მოეწყობა ტერასა, რომელსაც მერე და მერე მოვიფიქრებ გადმოხურვა ექნება თუ დავტოვებ ღიას. რაც შეეხება გენერალურ ამბავს სახურავის კარკას, აი ახლა იქნება სახურავის სამკუთხედების აღმართვის პროცესი. როგორც ხედავთ, უკვე დამზადებული მაქვს სამკუთხედები, რომელიც წინასწარ შაბლონის მიხედვით ავაწყე ყველა. კარგი იქნება, რომ თქვენც მიყვეთ ესე, რომ ერთი შაბლონი გაამზადოთ და შემდეგ მილიმეტრების სიზუსტით მიყვეთ და ყველა სამკუთხედი გქონდეთ წინასწარ გამზადებული, უკვე გამაგრებული და მხოლოდ ის გადარჩება, რომ ზემოთ ავიტანოთ და შესაბამის ადგილებში ჩავამაგროთ. შემდეგ რაც უკვე სახლი მთლიანად კარკასი იქნება გამზადებული, დავიწყებთ იზოლირების პროცესს, სხვადასხვა დათბუნების ფენების ჩაფენას თუ შემოკრას და რა თქმა უნდა ამ პროცესსაც წინ და წინ გაჩვენებთ. ამასობაში აგვიცივდა ცოტა მოთოვლა კიდევაც გარშემო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაოები უკვე დაწყებულია, არ ღირს შეჩერება და ამინდების ლოდინი. პროცესიც ისეთია, თუ თქვენც ჩემსავით მარტო აშენებთ, რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტ დროს მოითხოვს, თუმცა თუ მუშახელის რესურსია, ასეთი სახლის აშენება უმარტივესია და უფრო სწრაფად შეიძლება, ვიდრე ტრადიციული ეგრეთ წოდებული რკინა-ბეტონის ტიპის სახლების შენება. ასე რომ თქვენც გაითვალისწინეთ, რომ ცოტა დისკომფორტია ცუდ ამინჩი მუშაობა და შესაბამისად წლის ისეთ სეზონზე დაამტყვით სახლის შენება, სადაც სიცივე თუ უხვი ნალექი მაინც და მაინც არ შეგაწუხებთ ხოლმე. მაშასე წამოვმართოთ ჩვენი სახურავის სამკუთხედი.